მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ყობახიძემ ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონების განვითარებაზე და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციას. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია, აღნიშნა ირაკლი ყობახიძე. თელმა ქვეყანამ იცის, რომ კოლ-ცენტრები გამოიყენებოდა პარტიული შავი სალაროს შესავსებად, მათ შორის იმ კონვერტების დასარიგებლად, რომლებსაც ურიგებენ ხოლმე თანამდებობის პირებს. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია განაცხადა. სიჭინავას თქმით, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არა კრიმინალთან ბრძოლა, არამედ ეს არის ძალაუფლების გავლენის ჯგუფებს შორის ტრანზიციის პროცესი. ერთმა ჯგუფმა უნდა გადააბაროს მეორეს ფულით, დანაკლისით და ნაშთით. ეს არის სამართლიანი წესრიგის მოშლის პირდაპირი შედეგი, როდესაც ბანდიტურ ორგანიზებად გადაიქცა ხელისუფლება. სახელმწიფო პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთშია გადაზელილი და ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და უდანაშაულო ბავშვებისა და ახალგაზრდების დასარბევად, ციხეში გამოსამწყდევად, განაცხადა ბერდია სიჭინავამ. საზოგადოება აკვირდება თუ როგორ წარიმართება პროცესები. ახლა უკვე პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რა განაპირობებს ჭარბ-ფასნამაც. შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასს წარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა. ყობახიძის თქმით, აღნიშნული შედეგს გამოიღებს. არ გამოურიცხავთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგცემს შედეგს, მათ შორის ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფაზე, განაცხადა პრემიერმა. თუკი ადამიანი კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმეში არის ჩართული, კეზერაშვილი იქნება ლილუაშვილი თუ კილაძე, რასაკვირველია პასუხისგებაში მიეცემა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ დამნაშავეები განსასჯელი სკამებზე აღმოჩნდნენ. თუკი არის ადამიანი ჩართული კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმეში, კეზერაშვილი იქნება ლილუაშვილი თუ კილაძე, რასაკვირველია პასუხისგებაში მიეცემა. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული გამოსავლენი დანაშაულია, მაგრამ რეალურად პასუხისმგებლობა გამოიხატება ამ შემთხვევაში იმით, რომ ბევრი ასეთი დანაშაული არის გამოვლენილი და დამნაშავეები განსასჯელი სკამებზე აღმოჩნდნენ, განაცხადა ვოლსკი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თია ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მაგდალენა გრონოსთან, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტისთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაეროს წარმომადგენელ კაიოკო გოტოსთან. ამ შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა სახელმწიფო მინისტრთან მადლიერება გამოთქვეს თანამშრომლობისთვის და დაადასტურეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მაქსიმალური ძალისხმევის გაწევის მზაობა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ინფორმაციაში. როდესაც საუბარი იყო ფასს წარმოქმნის ჯაჭვში სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯაჭვში რგოლის ზედა მხარეს მოლაპარაკებას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ის განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რომელშიც შედის გადახდები და საქონლის ბრუნვა. ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასს წარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემა ასიმეტრიული ურთიერთობა, ვინაიდან ფასს წარმოქმნის ჯაჭვში მყოფი კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან. ბერეკაშვილის განმარტებით პრობლემაა ასევე სამუშაო კაპიტალის დეფიციტი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებული ფასს წარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნეს ოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია.
გრიპი აღარ არის დომინანტური, ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა გრიპის ვირუსის გავრცელების ჯამური ხვედრითი წილი არის 23%, საიდანაც ყველაზე მეტი ეგრეთ წოდებული ჰონგ-კონგის ვირუსია. 2025-2026 წლის სეზონზე საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა დეკემბრის ბოლო 2 კვირას. შემდეგ თანდათან შემცირდა ინფიცირებულების რაოდენობა. ეს სტატისტიკა ეხება როგორც გრიპს, ასევე მიმართვას პირველადი ჯანდაცვის სტაციონარებში. აღნიშნულ პერიოდში გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევები იყო 361 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე. ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება თებერვლის პირველ-მეორე კვირას, როგორც გრიპის მაგვარი დაავადებების, ისე მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის იდენტიფიცირების მხრივ შემთხვევების მატება გადავლილია. თუმცა გრიპის შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს დარჩენილ 2 თვეში, აცხადებს ივანე ჩხაიძე. გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. როგორც ხუნდაძე წერს, ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა გარდა შემოსავლისა ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს. სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალამზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში, წერს ხუნდაძე. 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა კი დაიკლებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი 12-14 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით 19-21 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი 11-13 გრადუსამდე დაიკლებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანს თავზე ესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა. წერილის ასლს აქსიოსი ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილში აღნიშნულია, რომ თეირანს ომი არ სურს, მაგრამ გადამწყვეტად უპასუხებს, თუ ვაშინგტონი მას სამხედრო დარტყმას მიაყენებს. თავდასხმის შემთხვევაში რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. შეერთებული შტატები სრულად და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ არაპროგნოზირებად და უკონტროლო შედეგებზე, ნათქვამია წერილში, რომელიც გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გენერალურ მდივანს გაუგზავნა. ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარები ღაზა სექტორში სამუდამოდ დარჩებიან. თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზას უსაფრთხოების ზონაში, აღნიშნა კაცმა. მან ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებულ ლარტყმებზე ისაუბრა. მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა, აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს, უნგრეთი არ დანებდება, დავიცავთ უნგრელ ოჯახებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. მისი მტკიცებით, უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ერევა ოპოზიციური პარტია ტისას დაფინანსებით. ისინი ასევე პოლიტიკურ შანტაჟს იყენებენ მილსა და მეგობრობის მეშვეობით ნავთობის მიწოდების დაბლოკვით, რათა საწვავის ფასები და საყოფაცხოვრებო ხარჯები გაზარდონ, წერს ორბანი. ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის განცხადებით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა ჯერ კიდევ შორს არის. ვხედავ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც სხვათა შორის ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ისინი შემუშავდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეხუთე მუხლის შესაბამისად, აღნიშნა იტალიის პრემიერმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის რეკონსტრუქციაზეც. მელონამ განმარტა, რომ არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქაღალდზე. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.